ბუნებრივი არის შიში, ძალიან ბუნებრივია რეზისტენტობა, რასაც ასე ვთქვათ, ხალხისგან ხვდებით, ბუნებრივია რომ რაღაცა სამუშაოებს გააქრობს და ბუნებრივია ასევე რაღაც სამუშაოებს შექმნის. აი მაგალითად, ყველა საინტერესო არის ძალიან ისეთ პოპულარული იყო კომპიუტერული მეცნიერებები, ხო? და ბევრი ბავშვი, ბევრი ახალგაზრდა მიდიოდა იქ. ხო, ინგლისური კომპიუტერი, ხო, კომპიუტერული მეცნიერებები, ხო? და იმიტომ რომ პროგრამისტები გამოდიოდნენ, პროგრამისტებს მაღალი ანაზღაურება. რა ხდება ახლა, ხო? პროგრამისტებმა თავისივე პროფესიას გაუკეთეს კანიბალიზაცია ხელოვნური ინტელექტის გაძლიერებით. Microsoft-მა ამოდენიმე თვის წინ 30-40% თავის პროგრამისტების დაითხოვა რა, იმიტომ რომ ძალიან ბევრ რაღაცას უკვე ხელოვნური ინტელექტი თავის უკეთებს რა და ამის მიმღებლობა კიდევ ერთხელ უნდა გქონდეს და უნდა ვიფიქროთ უკეთესად როგორ გამოვიყენოთ ეს ყველაფერი. კიდევ ერთხელ გამორიცხულია რომ ექიმის იმიტომ რომ როგორ არის ხო პაციენტს რა ჭირდება? პაციენტს ჭირდება ემოციური კავშირი ექიმთან, ხო? ექიმმა უნდა გამოიყენოს ხელოვნური ინტელექტი, არ ვიცი, სწრაფი ჩეკინისთვის პაციენტის რიგების სწორედ მართვისთვის, დიაგნოზის გადამოწმებისთვის, თავის ცოდნის გადამოწმებისთვის და შემდგომში უკვე ესაუბროს მის მომხმარებელს. იგივე არის განათლებაშიც, იგივე არის ზრუნვაშიც, ხო? და ბევრ დარგში არის რაღაცა დარგები, რომელიც შემდგომში უფრო მარტივად, ასე ვთქვათ, ჩანაცვლებად ცუდი სიტყვა არის, მაგრამ მარტივად დაოპტიმიზირებადი გახდება ისე ისეთი როგორც არის მაგალითად იურიდიული მომსახურება, ხო? ახლა ბაზისური იურიდიული მომსახურება ძალიან გამარტივდება. სამოქალაქო სამართალი. ხო, და არა მარტო რა, და კონტრაქტების გაკეთება, ხო, ახლა HR-ებისთვის უკვე არის ძალიან რაღაცა მარტივი არის და მაგრამ ძალიან კარგი არის, ამიტომ ვიძახი ამას უნდა ვიფიქროთ ყველა, ეს შიში გადავლახოთ, რომელიც აბსოლუტურად ლოგიკური და ბუნებრივი შიშია, ალბათ ავტომობილიც რო იქმნებოდა წინა საუკუნეში, იგივენაირი შიშები არსებობდა, ხო, ახლა მაგრამ ძალიან აჩქარა ამ ყველაფერს მსოფლიო და გაცილებით დიდი მასშტაბის აჩქარება გველოდება ხელოვნური ინტელექტთან ერთად. ხო, თუმცა NVIDIA-ს ხელმძღვანელი ფიქრობს, რომ დაახლოებით 10 წელიწადში 100-ჯერ მეტი დურგალი და სანტექნიკოს დაგჭირდება, იმიტომ რომ ეგ არის პროფესიები, რომელსაც AI ვერ ჩაანაცვლებს.